არსებობს ერთი ამბავი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში ისე დარჩა ჩაკეტილი ფიქრის გორის სახლის კედლებს შიგნით, როგორც ჩაკეტილი რჩება ძველი ღვინო მარნის ბნელ სარდაფში. მხოლოდ ყველაზე ახლობლები ხვდებოდნენ, რა საიდუმლო სიმდიდრე ინახებოდა იქ. იყო ერთი ქალი მარჯვანდახვეული ხელებით, ნატიფი თითებით, რომლებიც ისე ადვილად ქმნიდნენ განსხვავებულ სახეებს ეკრანზე, ისევე ადვილად ახვევდნენ ცომს, ზელდნენ სულგუნს, ქუქურებდნენ ახალ ბალახს. ეს ქალი იყო საქართველოს ლეგენდა სოფიკო ჭიაურელი, მსახიობი, რომელიც ისეთივე ოსტატი იყო სამზარეულოში, როგორც სცენაზე. მაგრამ ყველა არ იცოდა ამ ნიჭის შესახებ. ყველა ვერ ხვდებოდა, რომ ყოველი კერძი, რომელსაც ის ამზადებდა, მოიცავდა ისტორიას, ბავშვობის ტკბილ ნოსტალგიას, სასიყვარულო ეპოქის სიხარულს, ოჯახური ტრადიციების მადლიან სიმძიმეს. დღეს, პირველად ვრცლად ვამბობთ ამ ისტორიებს, ისე როგორც ისინი მოგვიყვა ადამიანებმა, ვინც ამ სახლის კარი გაიარა, ვინც ამ მაგიდასთან იჯდა და ვინც დღემდე ატარებს გულში ფიქრის გორის სუნს. მაგრამ სანამ ამ ამბებს გადმოვცემდეთ, ჯერ ერთი საოცარი დეტალი გიამბოთ. ოჯახის ახლობლების გადმოცემით, სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალების შემდეგ, მის სამზარეულოში პატარა ხის ყუთი თითქოს იპოვეს, ძველი, ოდნავ დაჭმუჭნული, რომელზეც მელნით ეწერა ერთი სიტყვა, ჩვენი. ამ ყუთში 10 ფენიანი ქაღალდებით გადახვეული ინახებოდა ხელნაწერი რეცეპტები, ბებიის ნახელავი, დედის კარნახი, კოტეს ახირება, პარაჯანოვის სტუმრობის მოგონებები. ვინ ინახავდა ამ ყუთს ამდენი ხანი? ვინ იცოდა მისი არსებობის შესახებ? და რა ეწერა იმ რეცეპტებში, რაც ჩვეულებრივ კულინარიულ წიგნებში ვერ ნახავდით? ამ კითხვებზე პასუხს ახლა მოუძებნით, ნელ-ნელა, ისე როგორც ნელ-ნელა მზადდება ნამდვილი ქართული კერძი, სიყვარულით, მოთმინებით და სრული გულისყურით. სოფიკოს ბავშვობის მჩადი, ომის შემდგომი თბილისის გემო. ოთახი სავსეა ჩუმი ნოსტალგიით, თითქოს ძველი ფოტოსურათი ცოცხლდება, მცირე გოგონა დგას ოფლიანი სამზარეულოს კარებში, ფეხებზე ნაცნობი ნაფეხურები ექება, ცხვირი კი ავტომატურად ეწევა კეცის სიცხისზედ გამომცხვარი სიმინდის პურის ნარნარსუნს. ეს გოგონა არის პატარა სოფიკო, მომავალი დიდი მსახიობი, ჭიაურელების სახლის ბრწყინვალე ვარსკვლავი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რა ბედიელის, მაგრამ კარგად იცის ერთი, დედა, ვერიკო ანჯაფარიძე, უდიდესი ქართველი მსახიობი ქვეყნის სიამაყე, ახლა სახლში არ არის. ის რეპეტიციაზეა, სცენაზეა, არარეალური სამყაროების შექმნაზეა და პატარა სოფიკოს ელოდება ის, ვინც ყოველთვის ელოდება, ბებია ან ძიძა, გახეხილი ხელებით, ოქროსფერი ღიმილით. ომის შემდგომი თბილისი, ეს ორი სიტყვა ერთდროულად მოიცავს სიმძიმეს და გარდაუვალ სიხარულს. 1980-იანი წლების დასაწყისი, კუკიის ბოლო ჩიხები, ვიწრო ბალკონებიდან ჩამოკიდებული სარეცხი, ეზოში ხის მაგიდა, სადაც ყველა ერთად იკრიბება, ასეთ გარემოში ამოიზარდა სოფიკო. ვერიკო ანჯაფარიძე, რომელიც სახლში ყოფნისას სამეფო ელეგანტურობით ავსებდა ყოველ კუთხეს, იშვიათად დგებოდა ქვაბთან. არა იმიტომ, რომ სიზარმაცე ჰქონდა, პირიქით, ვერიკო ენერგიის გეიზერი იყო. მაგრამ მისი ენერგია მიდიოდა სხვა სამყაროებისკენ, სიტყვებისკენ, მოძრაობებისკენ, გამოსახულებებისკენ. სამზარეულო კი სხვების მიწა იყო. სოფიკოს ყველაზე ნათელი ბავშვობის მოგონებები იყო ხელის სითბო, რომელიც კეთს ეწებოდა და მჭადის სუნი, რომელიც სახლს ავსებდა, ის უნიკალური, გამომწვარი სიმინდის არარა, შერეული ახლად მოჭრილი ბალახის სიმდინარასთან. ბებია ან ძიძა, ვინ ადგება ადრე, ის ამზადებდა სიმინდის ფქვილს, ახვედრებდა წყალს, გნავდა ცომს ისე მოხდენილად, თითქოს ყოველი მოძრაობა ლოდინის ჭილდო ყოფილიყო. კეთზე, ის ბრტყელი, შავი, ფართო თიხის ჭური, სოფლიდან მოტანილი, დებდნენ ოდნავ ცხიმიან ბოლფენას და შემდეგ ფრთხილად ისეთი პატივისცემით, როგორითაც ბავშვს ასვენებ, დებდნენ მომრგვალებულ მჭადს, ნელ ცეცხლზე. სულგუნი, ახლა ამ სიტყვას წარმოთქმისთანავე სოფიკოს სახე ცოცხლდება ყველა ინტერვიუში, სადაც ბავშვობაზე ლაპარაკობდა. ახალი, ბადრიანი, ოდნავ მლაშე, ნაბათი სულგუნი, ეს ყველაზე ძვირფასი ნიჭი იყო, რასაც ქართული სოფლები თბილისს ჩუქნიდა. კეციდან ახლად ამოღებული მჭადი, ჯერ კიდევ ჰაერონად ბუქნოლი, ხელს ეწებებოდა, ხელებით ბეჭდებოდა და სულგუნის ნაჭერი, ამ სიცხის ქვეშ ოდნავ ჩამდნარი, ხდებოდა ბავშვობის ყველაზე სრულყოფილი სიხარული. ზოგჯერ ემატებოდა ვარდისფერი მჟავე ტყემლის მურაბა, ჩიქა ჩაი და ეს სადილი, ამ გადაჭარბებული სიუხვის გარეშე, ამ ბრწყინვალე სიმარტივით, ხდებოდა სოფიკოს ბედნიერების ეტალონი. ბევრ ინტერვიუში სოფიკო ამბობდა, რომ ბავშვობაში ყველაზე ბედნიერი წუთები ეზოს ხის მაგიდასთან იყო, ამ ჩვეულებრივ არარეკლამირებულ, არარომანტიზებულ ადგილას, სადაც ქვაბი ადუღდებოდა, ბებია სიმღერავდა, ეზოს კატა ფეხებს ეხლებოდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე სოფიკოს ეკითხებოდა, სად გრძნობდა ყველაზე მეტ სიმყუდროვეს, მსახიობი, ვინც მთელ მსოფლიოში იმოგზაურა, ვისი სახელი ვენეციის კინოფესტივალზეც გაიჟღერა, პასუხი ყოველთვის ერთი იყო, ჩვენს ეზოში, ბებიასთან კეცის ახლოს.
მაგრამ ეს სიმყუდროვე, ეს ბავშვობის ბუმბულოვანი ბუდე, ადრე დაიწყო ყალიბის ცვლილება. ვერ იყოს რეპეტიციები, სულ უფრო ხანგრძლივი ხდებოდა. მიხეილ ჭიაურელი, სოფიკოს მამა, ბრწყინვალე კინორეჟისორი, სულ სხვა სამყაროებში ბინადრობდა, სტალინური ეპოქის სახელმწიფო ფილმებით გართული. სოფიკო ადრე გამოიზარდა, ისე ხდება ხოლმე, როდესაც მშობლები ვარსკვლავები არიან. ბავშვი სწავლობს თვითდამოუკიდებლობას ზრდასრულ ასაკამდე, სწავლობს პიპინას მოძებნას საკუთარ გულში, იმ ოქროს ნაპერწკლის ახებს, რომელიც ეზოს კეცმა ჩაანათა. ეს მჭადი, ამ სიმარტივის, ამ ჩვეულებრივობის კერძი გახდა სოფიკოს ცხოვრებაში ღუზა, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ვენეციაში, მოსკოვში, ერევანში ჯერ ყოველთვის ბრუნდებოდა ამ სუნთან, ამ ხელის სიცხესთან, ამ ბავშვობის გემოსთან. ფიქრის გორის სახლში, როდესაც სტუმრები ჩამოდიოდნენ, ცნობილი კინორეჟისორები, მსახიობები, მხატვრები, სოფიკო ხშირად საუბრობდა ამ კერძზე ისე, თითქოს ყველაფერი სხვა გაქრება, ეს კი დარჩება. მაგრამ კეცი, ძიძა, ბებია, ეზო, ეს ყველაფერი მხოლოდ ფუნდამენტი იყო. სოფიკო, გაზრდილი ამ ოჯახის ბრწყინვალებაში, ჭიაურელების სახლის ტრადიციების მემკვიდრე, ამ ბაზაზე ააგო საკუთარი სამზარეულო, სადაც ყოველი კერძი ხდებოდა სიყვარულის გამოხატვა, გულის ღია წერილი. და ყველაზე ემოციური ეს წერილები კი ერთ ადამიანს ეგზავნებოდა, კოტე მახარაძეს. მაგრამ ამ ისტორიამდე მისვლამდე ჯერ კიდევ ერთი კითხვა, ის ხის ხუთი, ის ჩვენი ნიშნულიანი ხუთი, ვინ ინახავდა მას ამდენი ხანი და რა ეწერა პირველ გვერდზე? ლობიო კოტესთვის სიყვარულის ენა ყველაზე გულწრფელ ფორმაში. 35 წლის გამოცდილება სცენაზე გასწავლის ერთ სიმართლეს, ადამიანები ყველაზე ნამდვილები არიან მაშინ, როდესაც ფიქრობენ, რომ ვერავინ უყურებს. სოფიკო ჭიაურელი, ქალი, რომელიც ბავშვობიდანვე კამერებისა და სცენის ნათელში მოექცა, რომლის ყოველი ნაბიჯი განხილვის, შეფასების, კომენტარის საგანი ხდებოდა, ყველაზე ნამდვილი ხდებოდა სამზარეულოში. სწორედ იქ, სადაც სპექტაკლი არ იყო, სადაც ტაში არ ისმოდა, სადაც კამერა არ იდგა, სოფიკო ქმნიდა ყველაზე ძლიერ ნაწარმოებს ლობიოს კოტესთვის. კოტე მახარაძე. ეს სახელი ქართულ კულტურაში იგივე ჰგავს, რასაც ჰგავს ბასვი, ხმა, ღრმა, მოჯადოებული, ისეთი, რომელსაც ერთხელ გაიგებდა დიდხანს ახსოვს. სპორტული კომენტატორი, მსახიობი, ერთ-ერთი ყველაზე სასიყვარულო ხმა საქართველოს ისტორიაში. სოფიკოსთვის ის იყო ცენტრი, ის ვარსკვლავი, რომლის გარშემოც ტრიალებდა ყოველდღიური სიხარული, ყოველი სხვა ოჯახური ბრძოლა, ყოველი ნაღდი ემოცია. და ამ ადამიანს, ამ განსაკუთრებულ ადამიანს, სოფიკო მერჩია, სხვა ყველაფრის ნაცვლად, ლობიო მიართვას. ლობიო, ეს სიტყვა ქართულ სამზარეულოში ძალიან ბევრ ნიშნავს. ეს არ არის უბრალოდ პარკოსანი, ეს ფილოსოფიაა. ლობიო ახამებს სიმარტივეს სიმდიდრესთან, ეკრძალება სიჩქარეს, მოითხოვს ყურადღებას. იმერული ლობიო, სოფიკოს კულინარიული კრედო, განსხვავდება სხვა ვარიანტებისგან, ის მსხვილ, მუქ ლობიოს იყენებს, ხშირად ეგრეთ წოდებულ ჭრელ ლობიოს, ჩამდნარი ოხრახუშით, დაფნის ფოთლით, ახალი ქინძით, ფეტვით, მჟაუნათი სიმჟავეს ნოტით. საიდუმლო კი, და ეს ის ცოდნა იყო, რომელსაც სოფიკო ინახავდა ხის ყუთში, იმ კარგ ზეთის ოდენობაში ძევს, რომელსაც ბოლო წამს ასხამ, სანამ კერძს ქვაბიდან გადაიტანდე. ქართველი ქალი, რომელმაც ეს ამბავი ჩვენთვის განახლა, სოფიკოს ახლობელი, ვინც ანონიმურობის პირობით გვიანბო ეს ამბავი, ამბობდა, რომ კოტე შეიძლებოდა გვიანობამდე სპექტაკლზე ყოფილიყო, მოსულიყო დაღლილი, ხმა ჩამწყვეტი, ფეხები ოდნავ მიმძიმებული. სახე კი ის თავმომწონე, ოდნავ ამაყი, რომელიც ყოველთვის ახასიათებდა, და სოფიკო მათ ცუდ შეიცოდა, როგორ მოეხდინა ეს სახე, ეს გამართული ჯავშანი. ლობიო. ქვის ყუთში, ამ პატარა, ოდნავ გახუნებულ ყუთებში, სადაც სიცხე ნელ-ნელა ეფინებოდა, სწორედ ეხლა, ამ სიცხის ქვეშ, ლობიო სრულყოფილი ხდებოდა. ის ამ ყუთებს ისე უყვარებდა, თითქოს ყოველ ერთი ძვირფასი ვაზო ყოფილიყო, ის ამ ქალი ამბობდა, ინახავდა მათ ისე, თითქოს ოჯახის ისტორია ინახება. ყუთში გასკდა ოდესღაც, ატირდა, ჰქვია, ოდნავ ლაქიანი. სოფიკომ ეს ყველაფერი შეინახა, იმიტომ რომ ამ ყუთშებმა ყველაზე მეტი სიხარული ნახეს. და ეს სიხარული ყველა ტაშზე, ყველა ჯილდოზე, ყველა ოვაციაზე ძვირფასი იყო. სოფიკო ლობიოს ამზადებდა ისე, თითქოს ლოცვა ეთქვა. ოხრახუში სისუფთავეს ავლებდა, ძარღვს მიაყოლებდა. ქინძი, ახალი, ბაზრიდან ის ქინძი, რომელიც ჯერ კიდევ ნოტიო ხელებში გრილობს. ფეტვი, ყველა სუნელის ბოლო, ის ნიადაგური ნოტი, რომელიც ყოველ ქართულ კერძს ახსოვს. ამ ყველაფრის გაერთიანება ერთ ქვაბში, ლობიოს ნელ, დობიანი ბუგვასთან ერთად, ეს იყო ხელოვნება, რომელსაც მხოლოდ სოფიკო ეწოდინებოდა ამ ოჯახში. კოტე მახარაძე, ამ ადამიანებისგან ყველაზე გამოხატული, ბგერიანი, შთამაგონებელი სპექტაკლის შემდეგ, ამ ყუთშთან ჯდებოდა ისე, თითქოს ყოველდღიური ბრძოლა დასრულებულიყო.
სოფიკო ახლოს იჯდა, ხელსედო მხარზე ხანდახან სიჩუმით, ხანდახან ოდნავ ღიმილით. ლობიო კი, ეს ყველა ტრიუმფის ჩუმის სამოყვარულო სიმბოლო, ნელ-ნელა ხდებოდა ამ ოჯახის ბიოგრაფია. მაგრამ ამ ოჯახში, ამ ლობიოს, ამ სიყვარულის გვერდით სულ ხდებოდა კიდევ ერთი ისტორია, ბევრი კი არ იცოდა, ყველამ კი ვერ ხვდებოდა. სოფიკოს სამზარეულო სიყვარულის ენა იყო, მაგრამ ყოველი ოჯახის ისტორიაში არის ისეთი გვერდები, რომელიც ვიღაც ბოლოს ამოიღებს და ყვება, ისე როგორც ამ ისტორიას ყვებოდა ერთი ადამიანი, ვინც ათწლეულები ჩუმად ელოდა, სანამ მოეყოლა. ვინ იყო ის და რა ნახა? ამ კითხვაზე პასუხი სულ ახლოს არის. საციველი, ჭიაურელების ოჯახის ტრადიციის წმინდა გვერდი. ვინმეს, ვისაც ოდესმე ჭიაურელების სახლში ახალ წელს შეხვედრია და ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ ცოცხლობენ, ჯერ კიდევ ახსოვს ყოველი დეტალი, ერთი კითხვა ყოველთვის შეუძლიათ პასუხი, გამახსენდება, ყველაფრის გამახსენდება სუნი. ის საცივის სუნი, რომელიც კარს მიღმა გრძნობდი. ეს სუნი, ნიგვზის, ქინძის, კამის, ოდნავ კბილჩხვიურის, ერთხელ რომ გაიქვა ცხვირში, მთელი ცხოვრება ახლავს. ჭიაურელების ოჯახი, მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, მათი შვილები, ეს არ იყო ჩვეულებრივი ოჯახი, ეს იყო ქართული კულტურის ცოცხალი მუზეუმი, სადაც ყოველი ტრადიცია შეინახებოდა ისეთი პიეტეტით, როგორითაც ინახება ძვირფასი ხელნაწერი. ახალი წელი კი ამ ოჯახში ნიშნავდა მხოლოდ ერთ რამეს, საციველს. არა ნებისმიერ საციველს, არამედ ჭიაურელების საციველს, ოჯახის ლეგენდარულ ვარიანტს, რომლის რეცეპტი სოფიკოს სიტყვებით სახლიდან სახლს გადაეცა, ისევე როგორც სახელი. მიხეილ ჭიაურელი, ქართული კინემატოგრაფის მონუმენტური ფიგურა, ახასიათებდა პომპეზური, მდიდრული, ყოვლისმომცველი სტილი, ეს მისი ფილმებში ჩანდა, მის რეჟისორულ ამბიციებში ჩანდა და ასევე, ეს ყველაზე ნაკლებად ცნობილი ფაქტია, მის მიმართებაში ჩიქსიდანში ჩანდა. მიხეილ ჭიაურელი სიყვარულით ლაპარაკობდა სტოლებზე, ფართო, ყველაფრის მომცველ, ბრწყინვალე ქართულ სუფრებზე, სადაც ყოველი ჩურჭელი ადგილს ამბობდა. და ამ ყველა კერძში ყველაზე საპატიო ადგილი ეკუთვნოდა საციველს. საციველი, ეს სიტყვა ქართულ კულინარიულ ლექსიკონში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, თითქოს კულინარიული ღმერთის ხელი ედო. ეს ნიგვზის соусია, ღრმა, კრემისებური, ოდნავ ყვითელი, 1000 სუნელის კომბინაცია, ქინძი, ოდნავ კამა, კბილჩხვიური, ხახვი, ნიორი, ბროწეულის წვენი სიმჟავისთვის, კარჩხანა სიმძაფრისთვის, ყველა ეს ინგრედიენტი ისე უნდა ეხამო, თითქოს ორკესტრს ატარებს, სადაც ყოველ ინსტრუმენტს სუსტი ადგილი აქვს. შემდეგ ამ соусში ქათმის ნაჭრები, ქათამი, რომელიც ადრე ადუღდა, ახლა კი ამ ნიგვზის არარაში ოდნავ ბეჭავდა, ისვენებდა, როგორც სოფიკო ამბობდა. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ვერიკო ანჯაფარიძე, მიუხედავად კაფსულური დამოკიდებულებისა სამზარეულოს მიმართ, საციველს ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა. ახალი წლის წინა ღამე, ყოველ ჯერზე ვერიკო სამზარეულოში ჩნდებოდა ისე, თითქოს ეს ერთ-ერთი ოჯახური ვალდებულება ყოფილიყო, რომელსაც ვერ გამოტოვებ. ის ძნელი ქალი, მკაცრი სცენის ქალი, ნეოკლასიკური ტექნიკის ოსტატი, ამ ერთ საქმეში, ნიგვზის ასხმაში, ყოველ ჯერზე ოდნავ იხსნებოდა, ხდებოდა ოდნავ უფრო მარტივი, ოდნავ უფრო ადამიანური. სოფიკომ ეს ყველაფერი ბავშვობიდანვე ათვალიერებდა, ის პატარა, გამჭრიახი, ყოველ სუნს, ყოველ ვარიაციას ჩაცდომადი, ფიქრებამდე ჩაცდომადი ბავშვი. ამ დაკვირვების, ამ მაგიური სწავლის პროცესში სოფიკო ოდნავ-ოდნავ ეუფლებოდა ტრადიციას, ნიგვზის სწორწომას, კბილჩხვიურის ნიშანდობლივ ისეთ წვეთს, ქინძის ბოლო დამატების მომენტს. ეს ცოდნა, ამ ოჯახის ბეჭდით, ჩაეწერა სოფიკოს ხელებს ფიზიკურ, კუნთოვან მეხსიერებაში, რომელიც ვერ ივიწყება. ფიქრის გორის სახლი, ის სახლი, სადაც სოფიკო კოტეს გვერდით ბინადრობდა, სადაც ლეგენდარული სტუმრობები ხდებოდა, სადაც სიცოცხლე ყოველჯერ ახალ სიხარულს ხმატებდა, ამ სახლში ახალი წელი სხვანაირი გახდა. ახლა ვერიკო ანჯაფარიძე ახლოს ვერ იყო. ახლა ჭიაურელების ოჯახის ტრადიციის გამგრძელებელი სოფიკო იყო. და ის, ამ პასუხისმგებლობის სრული გაცნობიერებით, ყოველ ახალ წელს ამ სახლს ავსებდა ნიგვზისა და ქინძის არარათი, ქათმის ნელბუქვის სიჩუმით, соусის ოდნავ ბგერით, ხუჩებში ჩამავსებლის სიცხით. სტუმრები, ხანდახან 20, ხანდახან 35 ადამიანი, ფიქრის გორაზე ადიოდნენ ისე, თითქოს სეიმის ადგილი ჰქონდეთ, სადაც ყოველი ჩიქისა და ყოველი ჩიქის ბოლო ბგერა გახდება მოგონება, სადაც კოტე, ხმოვანი, სიხარულით სავსე კოტე, ტამადობდა და ყოველი სადღეგრძელო ხდებოდა ლექსი. სოფიკო ამ მომენტებში ხედავდა ვინ იყო, ის ხედავდა ვერიკოს ჩრდილს ოთახის კუთხეში, ხედავდა მიხეილ ჭიაურელის სასიამოვნო, ოდნავ ამაყ ღიმილს, ხედავდა ოჯახის ისტორიას ამ ახალ სივრცეში გადატანილს. მაგრამ ფიქრის გორის ახალი წლის სადილები არ იყო მხოლოდ ბედნიერება და ოვაცია. ისეთი სტუმრები მოდიოდნენ, ისეთი ამბები ისმოდა, ისეთი კითხვები ჩამოდიოდა ჰაერში, რომ ხანდახან ნიგვზის არარა, ამ ყველა სიმდიდრის გარეშე ოდნავ სხვა გემოს ტოვებდა.
ვინ იყო ის ადამიანი, ვინც ახალი წლის სადილზე ჩამოვიდა ერთხელ და მეტი არ დაბრუნებულა? ვინ იყო ის, ვინც ფიქრის გორის სახლს ტყვია ქამარიანი ეძახდა, ისე სიყვარულით, მაგრამ კიდევ ოდნავ შიშით? 25 წლის განმავლობაში ეს ქალი არ ლაპარაკობდა. 25 წელი, ეს ძალიან დიდი სიჩუმეა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გულში გაქვს ისეთი ამბავი, რომელსაც სხვა ვერ ყვება. მის სახელს ვერ ვიტყვით, ის ასე ითხოვს, მაგრამ ის ის ადამიანია, ვინც ფიქრის გორის სახლში ყველაზე ახლოს ატარებდა ყოველ სადილს, ყოველ სტუმრობას, ყოველ ტრიუმფს და ყოველ ჩუმს აღამოს. ის ამბობს, რომ ყველაფრის მოყვება ახლა შეუძლია, რადგან სიმართლე კი ვიღაცამ უნდა თქვას, სანამ ჩვენც წავიდეთ. მისი ამბავი იწყება ერთი კერძით, ისეთი მარტივი, ისეთი ნაზი, ისეთი ქართული, რომ ყოველჯერ ამ კერძის მოხსენიებისას სოფიკოს სახე ყველაფრის ნაცვლად ჩნდება. ეს კერძი იყო ნადუღი, ნაზი, ახალი, პიტნით სავსე ნადუღი, სულგუნის თხელფენაში გახვეული. ამ კერძს ის ყველა ჯილდოს მიღმა ეძებდა, ამბობს ეს ქალი, ეს იყო სახლი, ლამის სახლის განმარტება. და ახლა 25 წლის შემდეგ ის ყვება. ჩამოდიოდა სოფიკო და ეს სიტყვა ჩამოდიოდა, ყოველჯერ სწორ ბგერას ახამებს. ის არ ბრუნდებოდა, ის სწორედ ჩამოდიოდა, ისე როგორც ჩამოდის წვიმა, ისე როგორც ჩამოდის ღამე, ისე როგორც ჩამოდის ის ნაღდი, სიმძიმის ქვეშ ჭეშმარიტი გრძნობა, რომელსაც ვეღარ ეწინააღმდეგები. გასტროლებიდან ჩამოდიოდა, მოსკოვიდან, ერევნიდან, ვარშავიდან, პარიზიდანაც კი, სადაც ეს სახელი გამოსჩნდა ეკრანებზე, ჩამოდიოდა ისე, რომ ფიქრის გორის კარიდან შესვლისთანავე ჰაერი სხვანაირი ხდებოდა. ახლობლები ამბობენ, სოფიკოს შემოსვლა სახლს ამოეშვებოდა, თითქოს სახლის უნთქვას დაიწყებდა. მაგრამ ამ ბრუნებებს, ამ ყველა ბრწყინვალე ყოფნის გარდა, ყოველთვის ჰქონდა ერთი ნიშანი, სოფიკო ღლილი ჩამოდიოდა. არა სხეულით ღლილი, ის ბუნებრივი დაღლილობა, რომელიც ადამიანს კინომოედანზე 6 კვირის შემდეგ ეზიდება, ის ადვილი იყო, გასაბანელი. ის სხვა სახის ღლილობა ჰქონდა, ის ღლილობა, რომელიც ახდება სულს, რომელსაც ბევრ ხანს გარე სამყაროსთვის ჰქონდა ყოფნა, ბევრი ღიმილი, ბევრი ინტერვიუ, ბევრი კამერა, ბევრი კითხვა რატომ, როგორ, რა შეგრძნება ჰქონდათ. ყოველი ამ კითხვა ერთ-ერთ ძარღვს ეხებოდა. სოფიკო ჩამოდიოდა და ეს ყველაფერი ბარგს ჰგავდა, ოდნავ მძიმე, ოდნავ შეუფარული. სწორედ ამ დღეებში ამ ბრუნებებს ახლობლები ელოდებოდნენ ამ ერთ ნაბიჯით. პირველ ნაბიჯს ნადუღი. ეს ქართული ყველი, ამ სიტყვის ყოველი ბგერა, ნადუღი, თითქოს ნარნარ ხმოვნებს ატარებს ისე, როგორც თვითონ ყველი ატარებს ნარნარ კრემისებურ სიმსუბუქეს. ნადუღი, ეს კარაქსა და ყველს შორის ეს ახალი, ოდნავ მარილიანი, ნაზი ყველი, რომელსაც ქართული სამზარეულო ორ სახეს ჩუქნის, ან სუფთა ისე, ერთ ჯამში, პიტნის ახალი ფოთლებით გარშემო, ან გახვეული სულგუნის თხელ, ოდნავ მჟავე, ოდნავ გახეხილ ფირფიტაში, ისე ნატიფად, ისე ფრთხილად, თითქოს ზღვენი ახვიო. ის ქალი, ვინც ახლა ლაპარაკობს, ამბობს, ჩვენ ვიცოდით, როდის ჩამოდიოდა. ვიცოდით, დგებოდით ბაზარზე. ის ბაზარი, სადეზარტირო ბაზარი, სადაც ნადუღი ყოველ ხუთშაბათს მოდიოდა სოფლიდან, ეს ნადუღი, ახალი, ჯერ კიდევ ოდნავ ბათქაშური, ოდნავ ნოტიო, ეს ვიყიდეთ. პიტნა ვიყიდეთ. სულგუნი, ახალი, ოდნავ კბილებს რომ ეყრდნობოდა, ეს ვიყიდეთ. და ჩამოვიდა სოფიკო, კარი გაიღო, ცხვირი ჰაერში, კნოსა და ღიმილი. ეს ღიმილი ის ნამდვილი ღიმილი იყო, არა სცენის, არა კამერის სახლის. ნადუღი პიტნით ეს კერძი, ამ სიმარტივის ქვეშ, მოიცავს ქართული სამზარეულოს ღრმა ფილოსოფიას. პიტნა ქართულ სამზარეულოში სიგრილეს ნიშნავს ოდნავ მენთოლური, ოდნავ ჩამაშვებელი, ის სხვა ახალ ბალახებს, კინძს, ოხრახურს, ტარხუნს, ამ ერთ ფოთოლში ალაგებს. ნადუღი კი ამ ყველა ბალახის გარეშეც, სუნელების გარეშე, ისე, უბრალოდ თეთრი, ხდება ის ნივთი, რომელსაც სიმარტივე ღირსებად ჰქვია. სოფიკო, ამ კერძს ჭამდა ისე, ნელ-ნელა, ჯამს ახლოს, ოდნავ მოდუნებული, ისე, თითქოს ყოველ ჩასკდომა ოდნავ კიდევ ერთ ნაწილს სახლდებდა. ეს ქალი, ვინც ახლა გვიყვება 25 წლის სიჩუმის შემდეგ ამბობს კიდევ ერთ ამბავს, იყო ერთი ბრუნება, ფიქრობ 1985 ან 86 წელი, ის მოსკოვიდან ჩამოვიდა, ერთ ფილმის გადაღების შემდეგ. ჩამოვიდა სახე ოდნავ ჩაფიქრებული, ხელი ჩვეულებრივ გამართული, მაგრამ თვალები სხვანაირი. ის ნადუღი დადეს მის წინ. ის ერთი წუთი ისე ჩუმად ჯდა, ისე ჩაყვა ამ ჯამში, ოდნავ ინახებდა სულს, ფიქრობ. ეს ამბავი, ეს ერთი ჯამი. ნადუღი, ეს ერთი ჩუმი ღიმილი, არის ის ამბავი, რომელიც ყველა კინოჯილდოს მიღმა ახასიათებს ადამიანს. ყველა სიდიადე ჩაყვება ჩვეულებრივ, ეს კი ამ კერძის სიბრძნეა. მაგრამ ამ ნადუღის ჯამთან ერთად, ამ ბრუნებებსთან ერთად, ახლობელი ამ ქალი ახსენებს კიდევ ერთ ამბავს, ამ ამბავს ის ოდნავ ეყოყმანება. სოფიკოს ბრუნებების ერთ-ერთ ჯერ ჩამოვიდა ვიღაც.
სტუმარი, რომელიც ვერ ელოდნენ. ეს ადამიანი ის ვინ იყო, ამ სახელს ვერ ვიტყვი, ყოველჯერ სოფიკოს ბრუნებების დროს ჩნდებოდა. ყოველჯერ სახლი ოდნავ შეიცვლებოდა. სოფიკო ამ ადამიანს ეკიდებოდა ისე ფრთხილად, ოდნავ ყურადღებიანი, ოდნავ ფარული. ვინ იყო ის? ამ კითხვის პასუხი ახლოა. ეს ამბავი, ეს ფარული ნაწილი, ის, ვინც ყოველ ბრუნებას შეხვდებოდა, სულ ახლოს დარჩა, მაგრამ სრულ სიფხიზლეს ელოდება. ახლა კი ჩვენ ამ კითხვას ვსვამთ, ვინ იყო ის ადამიანი, ვისი ჩამოსვლა სოფიკოს სახეს ასე ანათებდა, ისე განსხვავებულად, ვიდრე ყოველ სხვა სტუმარს. გარკვეული ადამიანების სიახლოვე ცხოვრებაში ისეთ ზეგავლენას ახდენს, ისეთ კვალს ტოვებს, რომ შემდეგ 10, 20, 25 წლის შემდეგ ამ ადამიანის სახელის მოხსენება ჰაერს ცვლის. ოთახი სხვანაირი ხდება. სუნი სხვანაირი ხდება. და ეს ეხება განსაკუთრებულ ურთიერთობებს, ეხება ისეთ სიახლოვეს, სადაც ორი ადამიანი ერთმანეთის სამყაროს ქმნის, ერთმანეთის ენას ქმნის, ერთმანეთის სამზარეულოს კი, ორ ქვეყანას, ორ ტრადიციას, ორ გულს, ერთ სუფრად აერთიანებს. სოფიკო ჭიაურელისა და სერგო პარაჯანოვის მეგობრობა ქართულ სომხური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ყველაზე სიღრმისეული, ყველაზე ნაკლებად შესწავლილი თავია. ამ ურთიერთობის ცენტრში ყოველჯერ სუფრა იდო. სუფრა, სადაც ყოველ ჩიქელს, ყოველ კერძს, ყოველ არ არის ნოც ჰქონდა მნიშვნელობა. და ამ სუფრებიდან ყველაზე ლეგენდარული, ყველაზე ცოცხალი, ყველაზე ფანტასტიკური, ის სუფრები იყო, სადაც პარაჯანოვი ამზადებდა. მაგრამ ეს სუფრები, ეს ლეგენდარული ვახშმები, ეს კინოლოსტატის ესთეტური ტრაქტატები ჭამასა და სმაში, ერთ-ერთ პირველ ასეთ შეხვედრაზე, სომხეთში ერევანში, სადაც სოფიკო ჩავიდა გასტროლებიდან, ამ ვახშმამ იმ ადამიანს სულ სხვანაირი სახე მიანიჭა. პარაჯანოვი, ამ ადამიანის სახე ყოველ სუფრაზე ხდებოდა ნამდვილი, ოდნავ ამხედრებული, ოდნავ ყველაფრის ჯობინებელი, ამ სუფრის ოსტატი, ამ სუფრის ავტორი, ამ სუფრის ტამადა, ამ სუფრის ხელოვანი. ბევრი ამბობდა სომეხი კოლეგები, ქართველი მსახიობები, მოსკოვის კინობოჰემა, რომ პარაჯანოვის სუფრა კინოფილმს ჰგავდა, ყოველ ელემენტს განზრახ ადგილი ჰქონდა, ყოველ ფერს მნიშვნელობა, ყოველ არარას სიღრმე. ბუთქუს სომხური ბულბური ბადრიჯნით, ზეთით, ოდნავ კამათლებად გაჭრილი, ამ კერძს ჯამში ისე ალაგებდა, ისე ფენებად, ისე ფრთხილად, რომ ერთ-ერთი მოსკოველი კინოკრიტიკოსი ერთხელ ამბობდა, ეს კი არ არის სადილი, ეს ინსტალაციაა. პარაჯანოვი ამ კომენტარს ისმენდა, ოდნავ ამჩნევდა, ოდნავ ამაყობდა და შემდეგ ამ ინსტალაციის ცენტრში დებდა ყველაზე ძვირფას, ტოლმას. ამ სომხური ტოლმის ვაზის ფოთლებში გახვეული ბრინჯი, ბოლოკი, ახრები, ოდნავ კამა, ოდნავ ქინძი, კარაკის ცხელი წვეთი, ეს კერძი ამ ამბებში გახდა ლეგენდა. პარაჯანოვი ამ ტოლმას ამზადებდა ხელებით, ოდნავ სისხლიანი, ისე, ამ ვაზის ფოთლებს ჭირდება ფრთხილი ხელი და ყოველჯერ ამბობდა, ტოლმა, ეს ფოთოლში ჩახვეული სამყაროა. ამ ფოთოლს ვასწავლი სომხეთი, მე კი მას. სოფიკო ამ ტოლმას ჭამდა ისე, რომ ამ ახლობელი ადამიანების გადმოცემით ყოველჯერ ამბობდა, სერგო, ეს ისე გემრიელია, რომ ვეღარ ვუყვები ადამიანებს, ვერ ამიხსნიათ, ვინ შევეჩვივი, შენ თუ ტოლმას. პარაჯანოვი ამ სიტყვებზე ისე იცინოდა, ოდნავ ხმამაღლა, ოდნავ გახსნილი, ისე, რომ მთელი სუფრა ამ ხარხარს ასუნთქავდა. ამ სიცილში, ამ ტოლმაში, ამ ერთერევნის ვახშამში ორ ადამიანს ისე ეხამება ქართული და სომხური სამყარო, ისე ჰამამდება ორი ტრადიცია, ისე ჰარმონიაში მოდის, რომ ამ ვახშმის სუნი ჯერ კიდევ ვინმეს გახსოვს. ეს ვინმე, ერთ-ერთი სომეხი კინოლოსტატის ასისტენტი, ვინც ამ სუფრებზე ახლოს ჭდა, ამბობს, პარაჯანოვი სოფიკოს ეხება ისე სიყვარულით, ისე ოდნავ ბებრული ტენდერობით, ისე თითქოს ის ერთდროულად მისი დადია და მეგობარი და კინოკოლეგა და ის ადამიანი, ვისთვისაც ყველაფრის შეკუმშვა და ამ ერთ სუფრაზე გადმოქცევა შეიძლება. ეს სიტყვები, ეს სუფრა, ამ ასისტენტი 1990 წლების ბოლოს ახსენებს, ოდნავ გაოცებული, ოდნავ ნოსტალგიური. ასეთი სუფრა აღარ ვინახე. ასეთი ადამიანი, ეს ორი ადამიანი ერთად, ამ ტოლმასა და ამ ბროწეულის სუფრაზე. ეს სხვა ეპოქა იყო. ბროწეულის სუფი, ეს პარაჯანოვის სუფრის კიდევ ერთი ელემენტი, ამ ამბების მიხედვით, სომხური ოდუხი, ბროწეულის წვენში ნასვენი ხორცი, ოდნავ ანისი, ოდნავ ვაშლი, ოდნავ ყვავილოვანი, სოფიკო ამ სუფს ოდნავ ეტრფოდა. ეს სუფი სამყაროს ნახევრის გემოა, ერთხელ ამბობდა, ოდნავ ხუმრობით, ოდნავ სერიოზულად. ჩვენ ქართველები ვიცით რა არის ორეხი, ვიცით რა არის ბროწეული, ეს ჩვენი ხეა, ჩვენი ფერია, მაგრამ სომხეთი ამ ფერს სხვა სახეს მისცემს. სერგო ამ სხვა სახეს ყოველჯერ მაჩვენებს. ეს ამბებიდან, ამ სუფრებიდან, ამ ლეგენდარული შეხვედრებიდან, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ნათელი ჯერ კიდევ ერჩია. ის ვახშამი, ის განსაკუთრებული ღამე, ეს ერევნის ბინა, სადაც პარაჯანოვი ზოგჯერ ბინადრობდა, ამ ბინაში ერთ-ერთ ღამეს სოფიკო ჩავიდა მარტო.
კოტე ამჯერ ვერ მოვიდა, სპექტაკლი ჰქონდა, ან გადაღება, ვერ ახსოვს ზუსტად ამ ასისტენტს და სოფიკო მარტო ჩამოვიდა ამ სუფრაზე. ამ ღამეს, ამ ბინაში, პარაჯანოვი ამზადებდა ოდნავ ბეჩავი, ოდნავ ჩაფიქრებული ამ ადამიანი, ვისი ცხოვრება ამ პერიოდში ოდნავ კანის ქვეშ მიდიოდა, ამ ვახშამზე ისეთი ამბები ისმოდა, ისეთი სიტყვები ითქვა, ისეთი გულწრფელობა ჩამოვარდა, რომ ასისტენტი, ვინც ამ ამბავს ყვება, ამბობს, ვფიქრობ, ამ ღამეს ერთმანეთი ყველაზე მეტად გაიგეს. რა ისმოდა ამ ღამეს? ამ კითხვაზე პასუხი, ნაწილობრივ, შემდეგ გვიახლოვდება იმავე ყუთის, იმავე ჩვენის ფურცლების კვალზე. ახლა კი, ის ფაქტი, რომელიც ბევრმა არ იცოდა და ზოგი ამბობს, ვიღაცამ ჩახშობა სცადა კიდეც 20 წელი მიძინებული იყო. სოფიკო ჭიაურელი, ამ ყველა ლეგენდარული სტუმრობის, ამ ყველა ბრწყინვალე სუფრის, ამ ყველა ანეკდოტური გამარჯვების გარდა, ჰქონდა ერთი კულინარიული ჩვევა, რომელიც ახლობლებს კი ეცოდინებოდა, ფართო საზოგადოებამ კი ვერ შეიტყო. ეს ჩვევა ასე ხდებოდა, ყოველჯერ სოფიკო ახალ რეცეპტს სწავლობდა, ახალი ქვეყნიდან, ახალი მეგობრისგან, ახალი ვახშმიდან, ის ამ რეცეპტს არ ჩაიწერდა. ის ჩაიწერდა ისე ნელ-ნელა, ოდნავირი ფასოებით, ის ისტორიას, ვინ ამ კერძი შეიქმნა, სად ჭამა, ვინ ჭამდა, რა ისმოდა, რა ილაპარაკებოდა. რეცეპტი, ინგრედიენტები, ზომები, ტემპერატურა, ეს მეორეული იყო. ამბავი, ეს პირველადი. ეს ჩვევა, ეს ოდნავ არაჩვეულებრივი, ოდნავ პოეტური სამზარეულო ბიოგრაფია, 10 ნოუთბუქს ეტეოდა. 10 ნოუთბუქს, ვითელ ოდნავ ვარდისფერ ასოებიანს, სხვადასხვა კალმებით, ოდნავ დაჭმუჭნული კიდეებით, ეს ნოუთბუქები ინახებოდა ფიქრის გორის სახლში, ამ ხის ყუთში, სადაც ეწერა ჩვენი. ეს ჩვენი, ეს ყველა სტუმრის, ყველა მეგობრის, ყველა კერძის, ყველა ამბავის ჩვენი, ეს სოფიკოს კულინარიული ავტობიოგრაფია იყო, ლამის. და ეს ნოუთბუქები, სად გახდა ცნობილი, ვინ ნახა, ვინ წაიკითხა? ამ კითხვაზე პასუხი ახლა-ახლოა. ამ ნოუთბუქებში, ამ სომხური ვახშმის გვერდებზე ეწერა ტოლმის ამბავი, ის ერევნის ღამე, ის ბინა, ის ასისტენტი, ამ ყველა ადამიანის გახსენება, ყველა კერძის სუნი, ეწერა ისე ნათლად, ისე სიყვარულით, ისე ვინ ყოფილა, ისე ყოველ ინგრედიენტს ახლდა ადამიანი, რომ ეს ნოუთბუქი, ამ ერთი გვერდი, თავად ვახშამია. ყოველ ვინც ამ ნოუთბუქს ჩაიხედავდა, ეს ამბობს ის ახლობელი ქალი, ვნოსავდა ამ ბინას, ამ ტოლმას, ამ ბროწეულის სუფს, ამ ყველა ადამიანს. მაგრამ ამ ნოუთბუქებში, ამ ტოლმის გვერდებსა და ნადუღის ამბებს შორის ეწერა კიდევ ერთი კერძი, ის კერძი, რომელიც შემდეგ გახდა ლეგენდა. ეს კერძი, რომელიც ყველა ამ ამბავის გამგზავნი გახდა, ელოდება იმავე გზის გაგრძელებაში. სანამ კი ამ ამბებს ვყვებით, ჩვენ გვინდა ვიკითხოთ, ხომ გახსოვთ ეს გემო, ნადუღის ეს სიმარტივე, ეს პიტნის სიგრილე. ჩვენ ყველას გვაქვს ის ერთი კერძი, რომელიც სახლის განმარტება ხდება, ის ერთი ჯამი, რომელიც ყველა გრძელი მოგზაურობის შემდეგ სახლში დაბრუნებას ნიშნავს. სოფიკოს ეს ნადუღი იყო. თქვენი? ახლა ის ნაწილი, ვის შესახებ ეპოქის კომენტარები ოდნავ გაჩუმდნენ, ოდნავ ჩაისმა, ოდნავ ჩამჯდარმა ქარმა გადაიარა. სოფიკო ჭიაურელი, ამ ყველა სიდიდის, ამ ყველა ბრწყინვალების, ამ ყველა სუფრის ლეგენდის გარდა, ჰქონდა ის ჩვეულებრივი, ყოვლით ადამიანური სიყვარული, ის სიყვარული ადგილისადმი. ადგილი კი, ეს ახლა ყველაზე კარგ სიტყვებს ითხოვს, ეს იყო ძველი თბილისი, ამ თბილისის ძველი სახელები, ძველი ქუჩები, ძველი გულწრფელობა. და ამ ძველი თბილისის ყველა ადგილს, ამ ყველა ლეგენდარულ ადგილს, ყველაზე ახლოს ჰქონდა სოფიკოს გული, ერთი ადგილი, ძველი სასადილო, ხინკლის სახლი, ის ადგილი, სადაც სუნი სხვა სახლს გავს. და სწორედ ამ ძველი სასადილოს, ამ ხინკლის სახლის, ამ ძველი თბილისის ქუჩების გახსენებასთან ერთად, ვიწყებთ იმ ნაწილს, რომელიც ყველაზე ნათელია, ყველაზე ბრწყინვალე, ყველაზე სავსე. ის ნაწილი, სადაც სოფიკო ჭიაურელი ხდება ის, ვინც ყველამ ვიცით, დედოფალი. მაგრამ ყოველ დედოფლის ისტორიაში, ყოველ ტრიუმფის ქვეშ, ერთი ფარული ამბავი ძევს, ის ამბავი, რომელიც ამ სიდიადეს ადამიანურ სიმძიმეს მატებს. ისეთი დღეები ყოფილა ფიქრის გორის სახლში, ისეთი ღამეები, 25-30 ადამიანის სუფრასთან, სიმღერა, სადღეგრძელოები, კოტეს ხმა, ის ჩამობნელებული ოქროსფერი ბასი, რომელიც სტამადობდა ისე, როგორც ორკესტრს ატარებ, რომ ვინც ერთხელ ამ სუფრებს ესწრებოდა, ვეღარ ივიწყებდა. ეს ვინმე, ახლა. უკვე მოხუცი, ახლა უკვე სხვა ეპოქაში, ახლა კი ახსოვს ყოველი დეტალი ისე ნათლად, ისე ცოცხლად, თითქოს გუშინ ყოფილიყოს, ამბობს, ეს სუფრები ყველა სხვა სუფრისგან განსხვავდებოდა. არა იმიტომ, რომ ყველაზე მდიდრული იყო. არამედ იმიტომ, რომ სოფიკო სუფრაზე ისე ირჩებოდა, ისე ანათებდა, ისე ავსებდა, ისე ყოფნა ხდებოდა, რომ სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანი გახდებოდა. ეს ქალი, ეს ვარსკვლავი, ფიქრის გორის სახლის ყველა ლეგენდარული ვახშმის ცენტრში საბოლოოდ ერთ კერძზე ახდენდა ყველაზე ძლიერ ეფექტს,
მომწვარ გოჯზე ტყემლთან ერთად, ამ სტოლის მბრძანებელ, ამ ვახშმის გვირგვინზე ოდნავ ოქროსფერ, ოდნავ კვამლიან. ყოველსვეტ ძარღვში ბედნიერებით სავსე ბრუნვის კერძზე, რომელსაც 1000 ხელი ეწვდებოდა ერთდროულად. ყველა ქართული ვახშმის გვირგვინი ეს კერძია, გოჯი ვერტელზე. მაგრამ ჩვეულებრივ გოჯს და ფიქრის გორის გოჯს შორის ეს სხვაობა ისეთი, როგორ ვთქვა, ერთი ჩვეულებრივი პური და ახლად გამომცხვარი მჭადი. ერთი ხმა და კოტეს ხმა. ერთი სუფრა და ეს სუფრა. გოჯი ვერტელზე, ტყემლი, ქართული ოქრო, ეს კომბინაცია, ეს ორი ელემენტი ქართულ კულინარიაში ისევე ჰამამდება, ისევე ბუნებრივია, ისევე გარდაუვალია, როგორც სოფიკოსა და კოტეს გვერდიგვერდყოფნა. გოჯი ნეკი, 10 კილო, ოდნავ ახალი, ოდნავ 1000 წლის ტრადიციით გარემოცული, ვერტელზე, ამ ნდობიანი ბრუნვით, ცეცხლისზედ, ამ სიცხის ქვეშ ოდნავ ოქროსფერდება, ოდნავ კანი ბზინავდება, ოდნავ სუნი, ეს სუნი. ეფინება ყველა კუთხეს, ყველა ოთახს, ყველა ადამიანს. ეს სუნი ყველა ქართველმა, ვინც ოდესმე ასეთ სუფრაზე ჯდომია, ერთ წამში ამოიცნობს, ის ატმოსფეროს სუნია, ბედნიერების სუნია. ფიქრის გორის სუფრებზე, ამ ლეგენდარულ ვახშმებზე, სადაც სტუმრები იყვნენ კინორეჟისორები, მსახიობები, მხატვრები, ადამიანები, ვისი სახელები ქართული კულტურის ანბანი გახდა, ეს გოჯი ყოველჯერ ვახშმის ცენტრი ხდებოდა. კოტე მახარაძე, ტამადა, ამ ვახშმის ხელმძღვანელი, ამ ვახშმის სული, ირჩეოდა ყველა სადღეგრძელოში ისეთი ბასიანი სიზუსტით, ისეთი გულწრფელი ამაყობით, ისეთი სიყვარულით, რომ ყოველს ხდებოდა ახალი ნაწარმოები. კოტე ტამადობდა ისე, როგორც ის კომენტარობდა სპორტულ თამაშებს, ყოველ სიტყვაში სიცოცხლე, ყოველ წინადადებაში ნათელი, ყოველ სიტყვაში, ვინ ვიყავით, რატომ ვიყავით ეს სიყვარული. ვისი სადღეგრძელო, ვინ ვიყავით, რატომ ეს ღამე განსაკუთრებული, ეს ყველაფერი ხდებოდა ლექსი. სოფიკო ამ სუფრებზე ჯდებოდა ისე, ოდნავ მოდუნებული, ოდნავ სიხარულით სავსე, ოდნავ ის ნათელი, რომელიც მხოლოდ ოჯახური ბედნიერების ქვეშ ანათებს და ყოველჯერ კოტეს სადღეგრძელოს, ამ ბასის ზარივით ხმის, ამ სიტყვების გაგებისთანავე, ოდნავ ღიმილი გადაულებდა სახეს. ის ღიმილი, ის ნამდვილი, ის სახლის, ის ვინც ახლოს ჯდა ამ ადამიანებს, ამ სტუმრებს ყოველჯერ ამ ღიმილს ათვალიერებდა ისე, თითქოს სიცოცხლეს ჩაიწმენდა. ტყემლის соуსი, ეს ქართული ოქრო, ეს მჟავე ტკბილი, ეს ბუნებრივი, ეს ყველა კერძის მეგობარი, ფიქრის გორის ვახშმებზე ყოველჯერ სახლშიც კეთდებოდა. ახალი ტყემალი, ზაფხულში მოკრეფილი, ჩამდნარი, გაფხვიერებული, ნიორით, გამათლებით, ოდნავ ქინძის ზეთით ხდებოდა ის соуსი, ვის გარეშე გოჯი არ იყო. სოფიკო ამ ტყემლის ოდენობასა და სიმჟავეს ყოველჯერ ამოწმებდა, ის ყოველ სეზონს ოდნავ განსხვავდება, ყოველ ტყემალი ოდნავ სხვა გემო მოაქვს, ამ სხვაობის ქვეშ სოფიკო ნახავდა ყოველ ადამიანს. ტყემალი ამბობდა, ყოველ ზაფხული ახალი ამბავია. ვის სოფელ ჩამოვიდა, ვის ხე გამოიჩინა, ვის ხელებმა მოკრიფა. ოსეტრინა, ეს კიდევ ერთი ელემენტი, ამ ვახშმის ბრწყინვალე მეორე ნაწილი, ფიქრის გორის სუფრის კიდევ ერთი გვირგვინი გახდა. ოსეტრი, ეს კასპიური, ეს ვოლგის ოქრო საბჭოთა კულტურის ელიტის სტოლზე ისჩნდებოდა ნიშნის სახით, ყოფნის ნიშნის, სტატუსის ნიშნის, ჩვენ ვართ სადაც ვართ ნიშნის. ფიქრის გორის სახლში ოსეტრინა ჩნდებოდა ყველაზე დიდ ვახშმებზე, ახალ წელს, ოჯახურ დღესასწაულებზე, განსაკუთრებული სტუმრების ჩამოსვლისას. სოფიკო ამ თევზს ამზადებდა ისე, ოდნავ ზეთით, ოდნავ ლიმონით, ოდნავ კარგი მარილით, ამ სიმარტივის ქვეშ, ყოველ ოდნავ სხვაობა ახალ სიამოვნებად ხდებოდა. მაგრამ ამ ვახშმებზე, ამ ბრწყინვალე, ამ ტყემლიანი და ოსეტრინიანი სუფრებზე, ერთი ამბავი ეს ამ ადამიანმა, ვინც ფიქრის გორის სახლის ახლობლად ბინადრობდა, ოდნავ ყოყმანებით ახსენა, ერთ ასეთ ვახშამზე, ყველაზე ლეგენდარულ ვახშამზე, ერთმა სტუმარმა, ვინც ამ სახლში ხშირი სტუმარი იყო, ოდნავ ისეთი სიტყვა თქვა, ოდნავ ისეთი ჟესტი გააკეთა, ოდნავ ისეთი ყურადღება მოიქცია, რომ სოფიკო ამ ამბავს მოგვიანებით ახსენებდა ერთ ახლობელ ადამიანთან, ოდნავ ჩაფიქრებული, ოდნავ სევდიანი. ვინ იყო ეს სტუმარი? ამ კითხვაზე, ის ახლობელი ქალი, ვინც 25 წლის სიჩუმის შემდეგ ახლა ლაპარაკობს, პასუხს მომდევნო ნაწილში იტყვის. და ეს პასუხი, ამ ამბის სიღრმე, ის ფარული, ის 10 წლეულების განმავლობაში ჩამარხული ამბავი, ახლა ახლოს არის. თქვენ, ვინც ამ ვიდეოს ნახავს, გახსოვს ყველაზე ლეგენდარული ვახშამი, ყველაზე ის სუფრა, ვისი გახსენება ყოველჯერ სიხარულს მოაქვს. ის გოჯი, ის ტყემალი, ის ხმა, ვინც ტამადობდა, ის ყველაფერი, ვის ნოსტალგია ახლა გულში. ზოგჯერ ყველაზე განსხვავებული ორი სამყარო, ყველაზე სხვადასხვა ორი ქალაქი, ყველაზე განსხვავებული ორი გემო, ერთ ღამეს, ერთ სუფრაზე, ერთ ჩიქელში ისე ხვდება ერთმანეთს, ისე ადნება ერთ არარაში, ისე ხდება ერთი სიმღერა, რომ შემდეგ, 25 წლის შემდეგ, ის ერთი ღამე ამ ყველა სხვა ღამეს ჩრდილავს.
სოფიკო ჭიაურელისთვის ეს ღამეები იყო მოსკოვის ღამეები, ის მოსკოვი, კინვიანი, ოფიციალური, ოდნავ ცივი თავის ვიტრინებით, ოდნავ ბრწყინვალე თავის კულტურული ელიტის გარემოში, ეს მოსკოვი სოფიკოს მისცა ის, რაც თბილისთან, ფიქრის გორასთან, კეცის სიცხესა და ტყემლის არარასთან შედარება ძნელია, ის ეგზოტიკა, ის სხვა სამყარო, ის, ვის ცხოვრება სოფიკო ათვალიერებდა ფარდის მიღმა. მაგრამ ამ ეგზოტიკაში, ამ მოსკოვის გასტროლებში, ამ კინოფილმების გადაღებებში, ამ სახელმწიფო ფუნქციებსა და კინოსახლის ბანკეტებში ერთი ამბავი ყოველჯერ განმეორდებოდა. ეს ამბავი, ამ ადამიანებს, ვინც სოფიკოს გვერდით ამ გასტროლებზე ყოფილა, ახლა ოდნავ ეხამება ისტორია და ჰიპნოზი, ახლა ოდნავ ხდება ლეგენდა. ყოველჯერ სოფიკო ამ მოსკოვის ბანკეტებზე, ამ ფუარე, ამ ყველაფრის ნათლულ სუფრებზე, ერთ მომენტში, ოდნავ ნოსტალგიური ხდებოდა. ყოველ ასეთ მომენტს ახლობლები ამ ერთი ჟესტით ხვდებოდნენ, სოფიკო ათვალიერებდა სუფრას, ამ ყველა სიუხვეს, ამ ყველა ქართველი ოცნების ლუქსს და ოდნავ ჩაილაპარაკებდა, ჭადი მინდა. მოსკოვის კინოსახლი, ეს ადგილი, ამ ეპოქის საბჭოთა კულტურის ქარვასლა, ამ ბოჰემის ერთ-ერთი მთავარი ნიადაგი, სოფიკო ამ ადგილს იცნობდა კარგად. გასტროლები, ჯილდოები, ფილმების სკრინინგები, ის ბანკეტები, სადაც მოსკოვის კულტურული ელიტა, საბჭოთა კინოვარსკვლავები ჟვარ მოჩიქებული ებივრებოდნენ 1000 ადამიანისგან, ეს ყველაფერი სოფიკო ხედავდა ხელახლა ყოველ ჩამოსვლისას. ის ოდნავ ჩაფიქრებული, ოდნავ ნათელი, ოდნავ ის სოფიკო, ვინც ყოველ სივრცეში ყველაზე მეტ ყურადღებას იქცევდა, მაშინაც კი, როდესაც სხვებს ეს ეცდინებოდათ. ამ ბანკეტებზე, ამ ოფიციალური, ოდნავ ცივი, ოდნავ ყველაფერი ისე უნდა გამოიყურებოდეს სწორად სუფრებზე, ჩნდებოდა ის, ვისი შოვნა სხვა ქვეყნებში სოფლის ბაზარზეც ძნელი იყო, შავი ხიზილალა. ჯამი ბელუგის ან სევრიუგის ხიზილალით, ის კოჭა, ის კოლხური ოქროსფერ-შავი, ის სოფიკო ათვალიერებდა ისე, ოდნავ ცნობის მოყვარე, ოდნავ ის სოფლის ბაზრის ახვედრიანი, ოდნავ ეს სხვა სამყარო, ის ოდნავ ბრძანებდა, ეს ლამაზია, მაგრამ გააჩნია. კოლეგები ამ გააჩნიას კარგად იცნობდნენ, ნიშნავდა, გემრიელია, მაგრამ ჩვენი არ არის. ბლინები, ის რბილი, ოდნავ ოქროსფერი, ამ ბათქაშური ველური, ხიზილალასთან ერთად ამ ბანკეტების ყველაზე ბრწყინვალე კომბინაცია გახდა. სოფიკო ამ კომბინაციას ჭამდა ისე, ოდნავ ელეგანტურად, ოდნავ ამ ყველა სხვაობის გაცნობიერებით, ის ოდნავ ამბობდა ახლობლებს, ბლინი ჭამ, ხიზილალა ჭამ, ძვირი ღვინო სვამ, ეს ყველაფერი კარგია. ერთი სახლი არ არის. ეს სიტყვები, ეს ერთი სახლი არ არის, გახდა ის ფრაზა, ვის გახსენება ახლობლებს ყოველჯერ ოდნავ ეხება. მაგრამ ამ ბანკეტებზე, ამ ხიზილალიანი სუფრებზე, ამ ოდნავ ცივ, ოდნავ ოფიციალურ, ოდნავ ყველაფერი ვიტრინით გარემოცულ სამყაროში, ერთი ამბავი, ერთი ეპიზოდი, ამ ახლობელი ადამიანის, ვინც სოფიკოს გვერდით ერთ-ერთ ასეთ გასტროლზე ყოფილა, გადმოცემით, ოდნავ სხვანაირი გახდა. ეს ეპიზოდი, ეს ერთი ბანკეტი, ეს ერთი ღამე, ეს ერთი ხიზილალის ჯამი, ახლა იმ ამბების ნაწილია, ვის სრულ გახსენებას სულ ახლოს ვუახლოვდებით. ამ ამბავს, ამ ბანკეტს, ამ ერთ ღამეს, ამ ახლობელი ადამიანი ყვება, სოფიკო ჯდა ამ სუფრასთან, ამ ყველა ბრწყინვალებასთან, ხიზილალა, ბლინები, ყველაფერი ლამაზი, ყველაფერი გამართული და ის ოდნავ ჩაიხარა ჩემთან, ოდნავ ჩაბჭყიტა, ძალიან ლამაზი სუფრაა. მაგრამ ვინ ამზადა, არ ახსოვს. ჩვენ სახლში, ბებიას ხინკლის სახლში, ყველა ახსოვს ყველაფერი, ეს სიტყვები, ეს ყველა ახსოვს ყველაფერი, ეს ფიქრის გორის, ეს ქართული სუფრის ფილოსოფია, სუფრას, სადაც ყოველ კერძი ადამიანი ახსოვს. ამ მოსკოვის გასტროლებიდან, ამ კინვიანი ეგზოტიკიდან, ამ ბრწყინვალე, მაგრამ სახლი არ არის სამყაროდან, სოფიკო ბრუნდებოდა ისე, ვარდისფერად, სახლისკენ, ფიქრის გორისკენ. ბრუნდებოდა და, ახლობლების სიტყვებით, ჩამოდიოდა ისე, როგორც ჰაერი ჩამოდის, ერთ წამში ყველაფერი სხვანაირი. მაგრამ ამ ბრუნებებიდან ერთ-ერთ ამ ოდნავ, ამ ადამიანი, ვინც ახლა ლაპარაკობს, ახსენებს ერთ მომენტს, ვის გახსენება ამ ისტორიას ახალ სიღრმეს მატებს. სოფიკო ჩამოვიდა მოსკოვიდან, ეს 80-იანი წლების. ბოლო იყო, ზუსტ თარიღს ვერ ახსოვს, ჩამოვიდა სახე ოდნავ სხვანაირი, ოდნავ ისეთი, ვინც ოდნავ მძიმე ტვირთი ეზიდება. ნადუღი დადეს, ის ყოველ ბრუნებისთვის, ის ჩაჯდა ნელ-ნელა, ოდნავ ჩაყვა ამ ჯამში. შემდეგ ოდნავ ამოიხედა და ერთი კითხვა დასვა, ყველა რიგზეა. ეს კითხვა, ამ ახლობელი ადამიანის გადმოცემით, ნიშნავდა ყველაფერს, ოჯახი, სახლი, კოტე, ყველაფერი. ყველა რიგზეა, ეს ჩვენი ხუთის ეტალონი კითხვა. ახლა ვიკითხავთ, ვინც ოდესმე ოდნავ სხვა ვინ ადგილიდან ბრუნდება, ის ერთი კითხვა, ყველა რიგზეა. ხომ ახსოვს? ხომ ეს ის ყველა სახლის ენა?
მაგრამ ეს ის, ვინც ყველა სახლის ენაზე ლაპარაკობდა, ვინც ყველა სუფრას ადამიანურ სიტყვას მატებდა, ვინც ყველა გასტროლიდან სახლში ყველა რიგზეა, ით ბრუნდებოდა, ამ ადამიანს, ამ სოფიკოს, ჰქონდა კიდევ ერთი ნიჭი, ყველაზე ნაკლებად ცნობილი, ყველაზე ფარული, ყველაზე ის ადამიანური ნიჭი, ვინც ყველა ბაზარს, ყველა ბოსტნეულს, ყველა ყველს, ყველა სულგუნს, ყველა მჭადის ფქვილს ასე ეცნობოდა, ასე ასხნობდა, ასე ირჩევდა, თითქოს ყოველ ინგრედიენტი ადამიანი ყოფილიყო. ის ბაზარი ნამდვილ სანახაობად იქცეოდა, სოფიკო რომ გამოჩნდებოდა. ეს ამბავი, ამ ადამიანი, ვინც სადეზარტირო ბაზარში მოვაჭრე იყო 1970-იანი 80-იანი წლებში, ვინც ახლა უკვე ბებია ბაბუა, ახლა უკვე ახალი ეპოქაა, ახლა ყვება ისეთი სიამაყით, ისეთი ოდნავ გაცინებით, ისეთი ჩვენი ეპოქის ოქროს ნათებით, რომ ყოველ სიტყვა ვარდისფერდება. ვინც ვინ ვნახე ჩემს ბაზარში, კოტე ვნახე, მინისტრები ვნახე, ხელოვნები ვნახე, სოფიკო ყველაზე ემახსოვრება. იმიტომ რომ ის ერთმა მოვიდა, ბაზარი გახდა. სადეზარტირო ბაზარი, ეს ადგილი, ამ თბილისის კულინარიული გულის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი კუთხე, სოფიკო ამ ბაზარზე მოდიოდა ისე ჩვეულებრივად, ისე ყოველ ადამიანივით, ისე ბაზრის ბავშვივით, სახლის ყველა სტატუსის, ყველა ვარსკვლავობის, ყველა სახელის მიღმა. მოდიოდა ყვითელ თუ ლურჯ კარტყბილაში, ხანდახან ხელდამჭით ჩვეულებრივ ტომარასთან, ხანდახან ახლობელ ერთ ქალთან ერთად, ისეთ სიმარტივეში, ისეთ ყოველდღიურობაში, ისეთ ვინც ვარის ვარ და ახლა სულგუნი მინდა განწყობაში. ბაზრის ხალხი კი ამ ჩვეულებრივობაში ვერ ხვდებოდა და სულ ხვდებოდა, ეს სოფიკოა. მოვაჭრეები, ეს ქალები, ამ ბაბუები, ამ ოჯახები, ვინც სოფლიდან ყველი ჩამოჰქონდათ, ვინც ადრიდანვე ბაზარში იდგნენ, სოფიკოს ამ სიმარტივეს ისე ეპასუხებოდნენ, ისე ყველაზე კარგ ნაჭერს გამოიტანდნენ. ეს არ იყო ქართულური ოფლიანი ვაჭრობა, ეს იყო სხვა, ეს ადამიანია, ეს კი ნამდვილი ადამიანია, ეს კი ჩვენი ოჯახის ნაწილია. ყველი, ახალი სულგუნი, ჯერ კიდევ ოდნავ ნოტიო, ჯერ კიდევ ოდნავ ბათქაშური, ჯერ კიდევ ის სოფლის ჩეჩვის კიდეებიანი, ამ ადამიანები სოფიკოს ჩუქნიდნენ ისეთ სიამოვნებით, ისეთი ეს შენთვის გამოხატვით, ისეთ პატივისცემის ენით, ვის ნახვა ბაზარში სხვაგან ძნელია. სოფიკო ამ ყველს ხელში ყოფდა, ფიზიკურად ოდნავ ეჭირა, ოდნავ ამოწმებდა, ეს ყოველ ბაზრის ადამიანი ხვდება, ხელი ყველს ეჭიდება, ყვება ეს ახალია, ეს ამ ყოვლიდან, ეს ამ სოფლიდან. სოფიკო ამ ყველს ეჭიდებოდა ისე ოდნავ ღია კითხვით, ეს ეგრისიდან. ეს ზუგდიდური? ბაზრის ქალები ამ კითხვებს პასუხობდნენ ისე, ოდნავ ამაყობდნენ, ჩემი სოფელია, ჩემი ხელია. ეს ყველის ეს ამბავი, ეს ბაზრის ეს ხელის, ეს ჩემი სოფელია, ხდებოდა იმ ხაჭაპურის ინგრედიენტი, ვის გახსენება ფიქრის გორის სახლის ყოველ სტუმარს ახლა ახსოვს. მეგრული ხაჭაპური, ეს კერძი, ამ ხელოვნების ამ ფორმა, ამ ოსტატობის ამ ვარიანტი, ქართულ კულინარიაში ის ადგილი იჭირავს, ვის სიყვარული ყველა ქართველს საერთო. მეგრული ხაჭაპური სხვებისგან განსხვავებით, ყველს ორ ადგილს ადებს, ცომს შიგნით, ცომს ზედ, ისე, ყველი ყველგან, ყველი სული ყოველ ნაჭრის, ყველი ეს კი, ხო. სოფიკოს მეგრული ხაჭაპური, ამ ახლობელი ადამიანების გადმოცემით, ჰქონდა ერთი საიდუმლო, ვინც ამ ყუთში, ამ ჩვენი ნიშნულიანში ეწერა, ყველის ეს ზომა ორჯერ, ყველი ცომში, ყველი ზედ, ამ ზომა სოფიკო ოდნავ ცვლიდა ყოველჯერ. ოდნავ მეტი სულგუნი, ოდნავ მეტი გამდნარი, ოდნავ მეტი გახეხილი, ზოგჯერ ზაფხულში, ოდნავ ნაკლები, ზამთარში კი ოდნავ მეტი. ეს ამინდი ყველია, ამბობდა სოფიკოს, ზამთარს მეტი სიხარული უნდა. ეს ფრაზა, ეს ზამთარს მეტი სიხარული უნდა. ახლა ამ ახლობელი ადამიანების ყველაზე საყვარელი მოგონება. მაგრამ ამ ხაჭაპურის, ამ ბაზრის, ამ ყველის ამბისგან ცოტა მოშორებით, ამ ახლობელი ქალი, ვინც 25 წელი ჩუმად იყო, ახსენებს ერთ ამბავს, ვის ყველამ არ იცის, ვის ყველამ ვერ გაიგო. ეს ამბავი, ეს ერთი ბაზრის ეპიზოდი, ახლა ვყვებით, პირველად ისე, ვინც ამ ამბებს 10-20 წლის განმავლობაში ინახავდა, ახლა ბოლოს გამოუშვებს. ამ ერთ ბაზრის დღეს, ეს ახლობელი ქალი ახსოვს სუსტ სეზონსაც, შემოდგომა, ოქტომბრის ბოლო, ბაზარი სავსე ახალი ყველით, ახალი ბოსტნეულით, სოფიკო ბაზარში შევიდა ისე, ჩვეულებრივად. ოდნავ ჩაფიქრებული, ოდნავ ისახლა საქმე ასახით. ყველის ქალებთან ჩამოვიდა, ხელი ჩაჭირა სულგუნს და ამ მომენტში, ამ ყველის ყოველს, ოდნავ ვიღაც ახლოვდებოდა. ახლობელი ქალი ამბობს, ის ადამიანი ოდნავ ჩასჩურჩულა სოფიკოს. სოფიკო ოდნავ ამოიხედა. შემდეგ ოდნავ ჩაიყვა სულგუნის ამ ნაჭრის ყველა ადგილს. ყველი ჩაიტანა. ბაზრიდან გამოვიდნენ. მეტი ვერ ხვდები, ვინ იყო ეს ადამიანი. ვინ იყო ეს ადამიანი, ვის ჩურჩული ამ ბაზარში, ამ ყველის ნაჭრებს შორის, ამ სოფიკოს ოდნავ სახეს ცვლიდა, ამ კითხვაზე პასუხი ახლა ახლოს არის.
და ახლა, ამ ყველა ამბის, ამ ყველა ბაზრის, ამ ყველა სოფლური სულგუნის, ამ ყველა ჩაფჭკიტის, ამ ყველა ჩაფიქრებული სახის შემდეგ ჩვენ მივდივართ იქ, სადაც სოფიკო ჭიაურელი ყველაზე ნამდვილი ხდებოდა. არა სცენაზე, არა კამერის წინ, არა ბანკეტებზე, არა ბაზარში. ის ადგილი სხვა იყო, ის ადგილი, სადაც ყოველი ქართველი ხელოვანი, ყოველი ქართველი ადამიანი, ყოველი ქართველი ქალი, ვინც სცენის მიღმა ბინადრობს, ბრუნდება ყოველ საღამოს, ყოველ სანახაობამდე ერთი წამით გრიმიორმა ოთახი. და ამ გრიმიორმა ოთახის ამბავი, ეს ახლა პირველად ისმის ისე ნათლად, ისე სრულად ისეთი ადამიანის ხმით, ვინც ამ ოთახის ყოველ კუთხე, ყოველ სუნი, ყოველ ხმა ახსოვს, როგორც საკუთარი სახლი. ვინც ოდესმე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის გრიმიორმა ოთახებში ყოფილა, ეს ადამიანი, ახლობელი, ვინც ამ გრიმიორმა ოთახების მაღაზია გახლდათ, ვინც სოფიკოს ოთახში ყოველ სპექტაკლამდე შედიოდა, ახლა ყვება, ის ოთახი სუნი ჰქონდა. ეს სუნი ერთი იყო, ყოველ სპექტაკლამდე, ყოველ სეზონს, ყოველ წელს. ყავის სუნი. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი ყავა, ეს იყო ის ყავა, ვინც ჯეზვეში, ქვიშაზე, ნელ-ნელა, ოდნავ ადუღდება, ოდნავ ომდება, ოდნავ თავზე ქაფი ადის, ეს ყავა ოთახს ავსებდა ისე, ბამბის სიმსუბუქით, ისე, ვინც ამ სუნს ერთხელ შეისუნთქავდა, სულ ახსოვს. მარჯანიშვილის თეატრი, ეს ადგილი, ამ ეპოქის ქართული სცენური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კუთხე, სოფიკოსთვის სახლი იყო მეორე სახლი, ის სახლი, სადაც სხვა სიცოცხლე ბინადრობდა. 20-25 წელზე მეტი ამ სცენასთან, ამ კულისებთან, ამ გრიმიორმა ოთახებთან, ეს ყველაფერი ხდებოდა ნაწილი, ყოველ სპექტაკლის ფიზიკური მეხსიერება, ყოველ გასვლის წინ ერთი ნაბიჯი. და ეს ნაბიჯი, ეს სოფიკოსთვის ყოველჯერ ერთნაირი, ყოველჯერ ამ ერთი რიტუალით იყო, ჯეზვე, ქვიშა, ყავა. ამ ახლობელი ადამიანი, ვინც ახლა ყვება, ამბობს, რომ სოფიკოს გრიმიორმა ოთახში ყოველ სპექტაკლამდე, ყოველ გასვლამდე 3-4 საათით ადრე, ყავა იდგა. ეს ყავა სოფიკო თვითონ ამზადებდა, ხანდახან, ან ვინც ამ ოთახის ახლობელი იყო, ამ ახლობელი ადამიანი, ქვიშის ტაფა, ჯეზვე, ამ ზომის ყავა, ამ ზომის წყალი. სოფიკო ამ ყავის შეცითებას ათვალიერებდა ისე, ოდნავ ყოველჯერ ელოდებოდა ამ ქაფს, ამ ოდნავ ამომდინარე, ოდნავ წამში ამომდგარ ქაფს, ეს ქაფი ჯეზვის თავს რომ მოეყრება, ზუსტ ამ წამს, ჯეზვე ქვიშიდან ამოჰქვიათ, ეს ის ოსტატობა, ეს ის ქართული, ეს ის სომხური, ეს ის ყავის ხელოვნება, ვინც 20-30 წელს ისწავლება. ის ამ ყავას სვამდა ისე, ოდნავ ნელ-ნელა, ოდნავ ეს ჩვეულებრივი ჩიქა, ოდნავ ეს გრიმიორმა ოთახის სარკე, ოდნავ ეს ნათება, ასე ეს ახლობელი ამბობს, ოდნავ გარდამავალი ადამიანი. ოდნავ ჯერ კიდევ სოფიკო, ოდნავ უკვე მისი გმირი. ამ ყავა ამ ორ სამყაროს ყოფდა. მაგრამ ყავა მარტო არ იყო. ყოველ ამ ოთახში, ყოველ ამ გასვლის წინ, ჩნდებოდა ის, ვის სახელი ქართულ-სომხური ტრადიციის ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი გზაგასაყარია. ჩურჩხელა. ეს სიტყვა, ჩურჩხელა, ოდნავ ჯინჯღარია, ოდნავ ბამბისებური, ოდნავ ზამთრის, ოდნავ ყვავილის. ჩურჩხელა, ეს ნიგზისასხმული ქართული ოქრო, ამ ყურძნის წვენის, ამ ჩვენი ყოველ შემოდგომის ნიჭი, სოფიკოს ამ ოთახში ჩნდებოდა ორი გზით, ან კოლეგები ჩამოიტანდნენ, ვინც სადმე ახლოს ყიდულობდა, ან რაც უფრო ხშირი იყო, სოფიკოს თვითვე ჰქონდა. ამ ჩვეულებრივი, ამ ყოველ ბაზრიდან, ამ ჩვენი ხუთის გვერდით, ამ გრიმიორმა ოთახის თაროზე. ჩურჩხელა, ეს კერძი, ამ სიტყვის ოდნავ ჯინჯღარა ბგერის ქვეშ, ფიზიკური ენერგია. ნიგზი, ეს კალორია, ეს გამძლეობის ნივთი, ეს ის, ვინც 10-15 სპექტაკლის ქვეშ ვერ ოხრავ, ყურძნის ტყებაში ჩახვეული, ოდნავ გამხმარი, ოდნავ ეს ბამბისებური კედელი, ოდნავ ეს ქართული სამოგზაურო საკვები, ვინც ომებს, სეზონებს, ყველა სხვა ეპოქებს გადაცდა, სოფიკოს ამ ოთახში ხდებოდა ის ნივთი, ვინც ყოველ სპექტაკლამდე სიცოცხლეს ამატებდა. ამ ახლობელი ადამიანი ახსენებს, სოფიკო ჩურჩხელას ჭამდა ისე, ოდნავ ეს ჩვეულებრივი ეს 2-3 ნიგზი, ეს ოდნავ სიტკბო და ოდნავ ამბობდა ხშირად, ეს ჩვენი ქარხანაა. ეს ჩვენი ბენზინი, კოლეგები ამ სიტყვებს ისმენდნენ და იცინოდნენ, ოდნავ ჩვეულებრივი, ოდნავ ის სოფიკო ყოველჯერ. ეს სიტყვა, ჩვენი ბენზინი, ახლა ის ახლობელი ადამიანი ახსენებს, ოდნავ ეხება, ოდნავ ნოსტალგიური. გრიმიორმა. ოთახის ეს სამყარო, ეს ყავა, ეს ჩურჩხელა, ეს სარკე, ეს ნათება, ყოველ სპექტაკლამდე ოდნავ სხვანაირ ხდებოდა ერთ მომენტში. ეს მომენტი, ეს ოდნავ, ეს ყველაზე ფარული, ახლა ვყვებით პირველად. ამ ახლობელი ადამიანი ყვება, სოფიკო ყოველ სპექტაკლამდე, ყოველ გასვლამდე ოდნავ ეს ჩიქა ყავა ხელში, ოდნავ ეს ბოლო ჩურჩხელის ნიგზი, ის დგებოდა სარკის წინ.
ამ სარკეში ის ათვალიერებდა ისე, ოდნავ ეს ახალი სახე, ამ ახალი სახე, ეს მისი გმირი, ოდნავ ის ეუბნებოდა ამ სახეს ისე, ოდნავ ჩაფჭყიტი, ოდნავ ამ ჩვენი ენით, მოდი ვიყვნეთ ახლა, ეს სიტყვა, მოდი ვიყვნეთ ახლა, ეს სოფიკოს სცენის ეტალონ ლოდინი, ეს სოფიკოს ბილეთი, ყოველ სპექტაკლამდე ამ ოთახში, ამ ყავის სუნის ქვეშ, ამ ჩურჩხელის ფიზიკური ენერგიის ქვეშ, ხდებოდა. ამ ორ სამყაროს ყავა და ჩურჩხელა, ეს ფიზიკური, ეს ქიმია, ეს 20-25 წლის ჩვევა, სოფიკო ისე ეყრდნობოდა, ისეთ ნდობით, ისეთ სიყვარულით, ვინც ძველ მეგობარს ეყრდნობი. ამ ორი გვერდ-იგვერდ ეს ყავა, ეს ჩურჩხელა, ყოველ სპექტაკლამდე ეს სოფიკო. სხვა არ სჭირდებოდა. მაგრამ ამ გრიმიორმა ოთახში, ამ ყოველ სეზონის, ამ ყოველ სპექტაკლის, ამ ყოველ ყავის ქვეშ, ერთ-ერთ ღამეს, ამ ახლობელი ადამიანი ახსენებს, ოდნავ ეყოყმანებით, ოდნავ ისე, ვინც ამ ამბავს პირველად ყვება, ამ ოთახში ვიღაც შევიდა, ვინც არ ელოდნენ. ეს ადამიანი, ის, ვინც ამ ოთახის კარი ოდნავ გააღო, ვინც ამ სუნში, ამ ყავის, ამ ჩურჩხელის, ამ სარკის ნათებაში შევიდა, ეს ადამიანი ყველამ ვერ იცნო. ახლობელი ქალი ამბობს, ის ადამიანი, ეს ვინ იყო, სახელს ვერ ვიტყვი, ამ ოთახში ოდნავ ჩაბჭყიტა სოფიკოს. ოდნავ ჩაიხარა. ოდნავ ის ამბავი, ვინც ამ სიჩუმეში ჩამოიარა. სოფიკო ოდნავ ამოიხედა, ყავა ხელში, ოდნავ ის სახე, ამ სტუმრის სახე, შეხედა. შემდეგ ოდნავ ყავა ჩადო. ოდნავ ამ ჩურჩხელა, ეს ბოლო ნიგზი, ხელში ეჭირა, ოდნავ ჩუმად. ის სტუმარი, ვინც ამ ოთახში ჩნდებოდა, ვინც ამ გრიმიორმა ოთახის ამ ნათებაში, ამ ყავის სუნის ქვეშ, ვინც ამ სოფიკოს ასე ეჩვენებოდა, ეს, ამ ახლობელი ქალის გადმოცემით, ყოველჯერ ერთი ადამიანი ყოფილა. ეს ადამიანი, ვინც სოფიკოს ეს ოთახი, ეს ყოველ სპექტაკლამდე, ეს ყოველ ჩაჩუმება, ეს ოდნავ სახე, იცნობდა ისეთ ახლოს, ისეთ ჩვენი სიახლოვით, ეს ადამიანი, ამ ახლობელი ქალი ამბობს, ოდნავ სიხარულს მოჰქონდა, ოდნავ სიმძიმეს, ოდნავ ყოველჯერ ამ ორი ნივთი ერთდროულად. ვინც ეს ნახავ ვნახე. ვინც ეს ვნახე, ახლა ვყვები, ეს ის ადამიანი იყო, ვისი ჩამოსვლა ყოველჯერ ამ ოთახს სხვანაირ ახდიდა. კარგ სხვანაირ. ეს ის სიახლოვე, ეს ის გრიმიორმა ოთახის ყოველ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ჩუმი, ყველაზე ფარული ნაწილი. ვინ იყო ეს სტუმარი? ამ კითხვაზე ამ ახლობელი ქალი ახლა პირდაპირ პასუხს ვერ ამბობს, ამბობს მხოლოდ, ვინც ახლოს იყო, ვინც ყოველჯერ ახლოს ჩნდებოდა, ვინც ამ ყავის სუნი, ამ ჩურჩხელის არომატი, ამ სოფიკოს ყოველ გასვლამდე გახდა ნაწილი. ეს ამბავი, ეს ერთი ჩაბჭყიტა, ეს ერთი ყავა ხელში, ეს ერთი ჩუმი სიახლოვე, ახლა ის სიჩუმე გამოდის, ვინც 25 წელს ინახებოდა. და ახლა ვიკითხავთ, ხომ გახსოვს ის ადამიანი, ვინც ყველაზე მნიშვნელოვან წუთამდე გვერდით ჩნდებოდა, ის ადამიანი, ვის ყოფნა ყოველ სახეს ოდნავ სხვანაირ ახდიდა. ვინ იყო ეს ადამიანი სოფიკოს ცხოვრებაში? ახლა, ამ ყველა ამბის, ამ ყველა ოთახის, ამ ყველა სუნის, ამ ყველა ჩაბჭყიტის, ამ ყველა ჩუმი ყოფნის შემდეგ ჩვენ გვინდა ვიპოვოთ ის ერთი ადამიანი, ვინც ამ ყველა ამბის ქვეშ, ამ ყველა ნოსტალგიის ქვეშ, ამ ყველა ყავის, ჩურჩხელის, ნადუღის, ლობიოს, ჩვენი ხუთის ქვეშ, ყველაზე ახლოს ბინადრობდა. ეს ადამიანი, ამ ახლობელი ქალი, ვინც 25 წლის სიჩუმის შემდეგ ახლა ლაპარაკობს, ახლა პირველად ვრცლად ყვება ამ ამბავს. ეს ამბავი, ის ნაწილი, ვის ყველამ ვერ გაიგო, ვინც ყველამ ვერ ნახა, ახლა ამ ვიდეოს ამ ნაწილში ისმის. ოდნავ ეყოყმანებს. ოდნავ ხელი ჰაერში. ვინც ამ ოთახებში, ამ ვახშმებში, ამ ბაზრებში, ამ ბრუნებებში, ამ ყოველ სოფიკოს ახლოს ყოფნაში, ყველაზე ახლოს ყოფილა, ეს ყველა მიცის. კოტე მახარაძე. ეს ცნობილია, ეს სახელი, ეს სიყვარული, ეს ლეგენდა, ეს ყველა მიცის. ამ სიტყვებს ის ახლობელი ქალი ოდნავ ჩაიხარება. მაგრამ ის რაც ყველამ ვერ ნახა, ის ნაწილი, ვინც ჩვენ ვნახეთ, ვინც ფიქრის გორის სახლის ყველაზე ინტიმურ კუთხეებში ვიდგით, ეს ნაწილი სხვა ამბავია. ეს ნაწილი, ეს სოფიკო, ამ ყველა ბრწყინვალების, ამ ყველა სიდიადის, ამ ყველა ლეგენდის ქვეშ, ამ ადამიანი, ეს ქალი, ეს სოფიკო, ყოველჯერ ყველაზე მეტ ბედნიერებას პოულობდა ყველაზე მარტივ ნივთებში. ლობიოში, ნადუღში, ყავაში, ჩურჩხელაში, სულგუნში. ამ ყველა ყოველდღიური, ამ ყველა ყოველდილის, ყოველ საღამოს, ამ ნივთებში. ეს ის საიდუმლო იყო, ვინც ყველამ ვერ ხვდებოდა. ახლა ეს ამბავი, ეს ჩვენი ხუთის ბოლო გვერდი, ახლა ვყვებით ისე, ვინც ამ ხუთის ყველა ნაჭერი, ყველა ნოუთბუქი, ყველა ხელნაწერი, ახლა ყველაზე ნათლად. ფიქრის გორის სახლი, ეს სახლი, ამ ყველა ლეგენდარული სუფრის, ამ ყველა ვახშმის, ამ ყველა კოტეს ტამადობის, ამ ყველა პარაჯანოვის სტუმრობის, ეს სახლი, ამ ახლობელი ადამიანების გადმოცემით, ჰქონდა ერთი კუთხე, ვინც სოფიკო ყველაზე ხშირად ბინადრობდა.
ეს კუთხე, ეს სამზარეულო, ეს ახლო, ეს ცეცხლთან, სოფიკოს ყოველჯერ ეს ყავა, ეს ლობიო, ეს ჩვეულებრივ, ეს ვიყვნეთ ახლა, ეს იყო ის სახლი, ვინც ყველა სხვა სახლის ქვეშ ბინადრობდა. სადაც ყოველ ცნობილ ფოტოს, ყოველ ჯილდოს, ყოველ ბრწყინვალე ღამეს, ამ ყველაფრის ქვეშ, ის ჩვეულებრივი ქალი ბინადრობდა. სოფიკო. ქართველი ქალი. ოჯახის ქალი. კოტეს ქალი. ეს ყველა. ამ ახლობელი ქალი, ვინც 25 წლის სიჩუმის შემდეგ ახლა ლაპარაკობს, ბოლოს ამბობს, ყველა ვინც ამ სახლს ეწვია, ყველა ვინც ამ სუფრაზე ჯდა, ყველა ვინც ამ ყავის სუნი ეყნოსა, ამ ლობიოს გემოიგრძნო, ამ ჩურჩხელა ჭამა, ყველამ ეს ერთი რამ გაიტანა. სოფიკო ჭიაურელი ყოველ კერძს ადამიანს ახვედრებდა. ყოველ ინგრედიენტს ამბავს ახვედრებდა. ყოველ სუფრას სიცოცხლეს ახვედრებდა. ეს მისი ნიჭი იყო, ეს ორი ნიჭი ერთად, ეს სცენისა და სამზარეულოს ერთი ნიჭი, ყოველჯერ ადამიანს სიყვარული გამოხატა. ეს ამბავი ფიქრის გორის ამ სახლის, ამ ყველა კერძის, ამ ყველა ადამიანის ახლა ცოცხლობს ახალ სახეში. ამ ნოუთბუქები, ისათი, ყვითელი, ოდნავ ვარდისფერასოებიანი, ახლა, ამ ახლობელი ქალის გადმოცემით, ფიქრის გორის სახლის ოჯახის ერთ ახლობელ ადამიანთან ინახება. ინახება ისე, ვინც სოფიკო ინახავდა ყველა ამ ამბავს სიყვარულით, ოდნავ ფრთხილად, ოდნავ ეს ჩვენი არ დაიკარგოს, ინახება. ერთ დღეს, ვინც ეს ყვება, ეს ნოუთბუქები შეიძლება ნახვადი გახდეს. ეს ამ სოფიკოს ბოლო საჩუქარი, ეს ამბები, ეს ადამიანები, ეს ყოველ კერძი, ყოველ ამბავი, ჯერ კიდევ ელოდება. სოფიკო ჭიაურელი, ეს სახელი, ეს ვარსკვლავი, ეს ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ნაპერწკალი, ამ ყველა ლეგენდის, ამ ყველა სუფრის, ამ ყველა ამბის ქვეშ, ყოველჯერ ყველაზე მეტ სიამოვნებას პოულობდა ამ ყველაზე ჩვეულებრივ, ამ ყველაზე ქართულ, ამ ყველაზე ჩვენი ნივთებში. ეს ნიჭი, ეს ყოველ ადამიანში ამ ჩვეულებრივ სიმშვენიერის ნახვა, ეს ყოველ კერძში ამ ამბავის ამოკითხვა, ეს ყოველ სუფრაზე ამ სიცოცხლის შეგრძნება, ეს ის ნიჭი, ვინც ყოველ ქართველ ქალს, ვინც ოდესმე ამ სახელი გაიგოს, სიამაყეს ანიჭებს. და ახლა, ამ ყველა ამბის, ამ ყველა კერძის, ამ ყველა ადამიანის, ამ ყველა სუფრის შემდეგ ჩვენ გვაქვს ერთი კითხვა. ეს კითხვა, ყოველ ვინც ამ ვიდეოს ნახავს, ახლა გვინდა ვიკითხოთ, სოფიკო ჭიაურელი, ეს ქალი, ეს ვარსკვლავი, ეს ქართველი ოჯახის გული, ამ ყველა კერძის, ამ ყველა სიყვარულის, ამ ყველა ჩვეულებრივ სიდიადის ქვეშ, ხომ ის ჩვენ ყველას ვართ? ხომ ის ჩვენ ყველა ქართველი ქალი, ვინც სამზარეულოში, ვინც ბაზარში, ვინც ოჯახში, ვინც ყოველ კერძში ოჯახს ადამიანებს ასიყვარებს? ხომ ის ჩვენ ყველა? ეს კითხვა, ეს ხომ ის ჩვენ ყველას ვართ, ახლა კომენტარებში გვინდა გაიგოთ. მეგობრებო, ახლა ამ ვიდეოს ბოლოს გვინდა გკითხოთ, როგორ ეკიდებით სოფიკო ჭიაურელს. ის ვინ იყო თქვენთვის ბავშვობის სახელი, ოჯახის ლეგენდა, ქართველი კულტურის ვარსკვლავი? ხომ გახსოვს ამ სახელი ოჯახის სუფრაზე, ბებიის ამბებში, ძველ კინოში? და ეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, ხომ გვარებია ის ერთი კერძი, ის ერთი სახლის სუნი, ის ერთი ოჯახური ტრადიცია, ვინც სოფიკოს ეს ლობიო, ეს ყავა, ეს მჭადი, ახლა ხელახლა გახსენა. დაწერეთ კომენტარებში, ახლა ამ წუთში, ვინ ახსოვს სოფიკო ჭიაურელი, ვინ გახსოვს ამ სახელი, ვინ გაქვთ ეს სიყვარული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, ახსოვს თუ არა ეს სახელი თქვენს ქალაქში, თქვენს ოჯახში, თქვენს გულში. დადეთ ლაიქი ამ სიმართლისთვის, ამ სიყვარულისთვის, ამ ჩვენი სოფიკოსთვის და გამოიწერეთ, რომ ასეთი ამბები, ასეთი ქართული გულები, ასეთი სუფრები ყოველჯერ ახლოს გქონდეთ.